როიტერსის სტატიაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ურთიერთობის შემდეგი ეტაპი შესაძლოა დაიწყოს IMF-ის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტისას ან ვირტუალური მისიის ფარგლებში. ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმით და როდის შედგება ეს ვიზიტი საქართველოში. ჯამში ეკატერინე გუნცაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ქვეყანა შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის შეთანხმებას. მაკროფისკალურ დონეზე კარგი შედეგების, სტაბილურობის და კონსოლიდაციის ხარჯზე, რასაც ფონდი მოითხოვს. რაც შეეხება რეფორმების ნაწილს, ამაზე კომენტარი რამდენიმე დღის წინ ლევან დავითაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობა ფონდის პირობებს მაშინ დათანხმდება, თუ კი ეს პირობები ხელისუფლებისთვის იქნება მისაღები. ეს განცხადებაც მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ მთავრობა არ არის მზად IMF-ის წინაშე ვალდებულება დაიღოს სახელმწიფო საწარმოების ყოვლის მომცველი რეფორმის ვალდებულება, რაც წინა პროგრამით იყო გათვალისწინებული და რაც საბოლოოდ ხელისუფლებამ IMF-ის შეფასებით სრულფასოვნად არ შეასრულა. რის მიღწევა სურს ქართული ოცნების მთავრობას 125 გვერდიანი დოკუმენტით, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. რომან გოცირიძეა ჩემი სტუმარი, მოგესალმებით ბატონო რომან. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო რომან, თქვენ თუ მოასწარით და თუ გადახედეთ ამ ინგლისურენოვან 125 გვერდიან დოკუმენტს და პირადად თქვენ რა მოგხვდათ ყველაზე მეტად თვალში? მე ესე ვთქვათ აქცენტი სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რომელიც ამ დოკუმენტში ალაგ-ალაგ კი არის ნახსენები, მაგრამ მთავარ თავში, სტრუქტურული რეფორმების თავში, კონკურენციის გაძლიერების ნაწილში ის უკვე აღარ გვხვდება ასე ცალკე აქცენტად აღებული. მე ვერ გეტყვით რომ ეს დოკუმენტი მთლიანად წავიკითხე, მხოლოდ გადავხედე სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესი არც გამოუწვევია, იმიტომ რომ მრავალი დოკუმენტი გინახავს მათი, რომელიც იყო წყალ-წყალა და არასდროს ამ დოკუმენტის 5%-იც კი არ შესრულებულა, განსაკუთრებით ეს პირველი პროგრამა, რომელიც შექმნეს და თუ შევადარებთ იმ პროგრამას, რომელიც მთავრობას ჰქონდა და მე რა მოხდა, ჩვენ დავინახავთ, რომ 95% ამ დაპირებებისა თუ პროგრამის ნაწილის არ შესრულებულა. ბუნებრივია ამას წავიკითხავ, გავეცნობი, მაგრამ დიდი ინტერესი არსებობს მეთქი მით უმეტეს იმ ხელისუფლების რაღაც დოკუმენტების მიმართ, რომელსაც არავინ აღიარებს და ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული, რომელი ერთი ნაწილი უნდა შესრულდეს და ინვესტიციები შემოვა, იქ ინვესტიციებზე წერია, რომ რაღაც ინვესტიციური ზრდა იქნება, რომელი ინვესტიციის შემოსვლაზე საუბარი, კაპიტალის გაქცევა დაიწყება სულ მალე ქვეყნიდან უკვე იმ ზომას ღებულობს საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური იზოლაცია. ფულს აქ ვინ ჩადებს? პირიქით აქედან ფულის გატანა დაიწყება. იგივე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომ ახსენეთ ეს ამ პროგრამაში, სავალუტო ფონდის პროგრამაში, რომელიც ჯერ ისევ მიმდინარეა, თუმცა ფაქტობრივად ეს ზაფხულში, ივლისის თვეში გაუქმდება, ისედაც ამას არავინ არ გააგრძელებს. იმ მიზეზების გამო რა მიზეზებიც ხდება, ჯერ კიდევ არჩევნების გაყალბებამდე სავალუტო ფონდის პროგრამა გაჩერებული იყო, ვინაიდან არც ერთი მოთხოვნა მთავრობას არ შეუსრულებია და სპეციალურად არ უნდოდა აი ამ პროგრამის იმ ნაწილის შესრულება, რომელიც უშუალოდ მათ ინტერესს ეხებოდა. რადგან ახლა თქვენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახსენეთ, სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა იყო, რომელიც მთლიანად არის აი პოლიტიკური მართვის ქვეშ. ნებისმიერი სახელმწიფო საწარმო იმართება როგორც ოჯახის კერძო საკუთრება. ენერგეტიკის ობიექტები, ეს ელექტროსადგურები იქნება, გაზის სადგური, აგრეთვე ერთი წყალსადგური, მეორე წყალსადგური, ელექტროგადაცემა, ყველა სახელმწიფო რკინიგზაში რა ხდება ხომ არავინ არ იცის და მარტო სამეთვალყო საბჭოებში იმდენი ასე თუ ხალხი ყავდა დასაქმებული, ხელფასები 15,000, 20,000, იგივე აგერ გაზის ტრანსპორტირების კორპორაცია, გაზისა და ნავთობის კორპორაცია სამეთვალყო საბჭოებში ხალხი ღებულობენ მინისტრზე მაღალ ხელფასებს. ოჯახის წევრები ყავთ გაფორმებული. ასე რომ ეს სახელმწიფო სექტორის რეფორმა არ აწყობთ კორუფციული, პირადი შემოსავლის, პარტიული ასე ვთქვათ აქტივი თავშესაფრის თუ სხვადასხვა პრობლემის გამო. ისევე როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაცვლად დაანგრიეს. დღეს ეროვნული ბანკი არ არსებობს. ეროვნული ბანკის
ოფიციალურად არ შეუძლია არც ერთი პირი არაფერს აკეთებს. ასე მუშაობს სუსი და მთავრობის წარმომადგენლები და პარტია. ბატონო რომან, აქამდე ჩვენ ასე ვთქვათ ქართული ოცნების მთავრობისგან გვესმოდა ის, რომ სტენდბაი პროგრამის შეჩერებით საქართველოს არაფერი აკლდება, იმიტომ რომ არ იყო საჭიროება იმ SDR-ების და იმ დაფინანსების, რაც მოყვებოდა ამ პროგრამას. ახლა გავიგეთ, რომ Reuters-თან ასე ვთქვათ ფინანსთა მინისტრის მოადგილე უკვე საუბრობს იმაზე, რომ საქართველო ცდილობს აღადგინოს ესე ვთქვათ, თუ დაიწყოს აი ეს ახალი პროგრამა, სადაც უკაცრავად სავარაუდოდ არ იქნება აქცენტი სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე. რატო? ესენი რა თქმა უნდა ყველაფერს უყურებენ პრაგმატულად კორუფციული თვალით უზნეო კუთხით უყურებენ. როდესაც საქართველოში და მსოფლიოში პანდემია დაიწყო, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ერთი დღე არ ეყოფოდა იმ პრობლემების მოსაგვარებლად და სავალუტო ფონდმა ქვეყანას მისცა 1 მილიარდი დოლარი. ჯერ 650 მილიონი და მე კიდე დამატებით და მე ნელ-ნელა დაიწყო გასწორება. დღეს ეროვნულ ბანკს სავალუტო ფონდის IAF-ის ესხია. ის რო არ ყოფილიყო, დღეს ლარი იქნებოდა 1.50-იან საერთოდ არ იქნებოდა. ყისიერი დახმარება გაუწია სავალუტო ფონდმა. რატომ გაუწია? იმიტომ რომ პროგრამა არსებობდა და ამ პროგრამის ჩარჩოში არსად არ იყო ნათქვამი, რომ საქართველოს შეეძლო ამ რაოდენობის დახმარების მიღება, ვინაიდან ის ბევრად აღემატებოდა იმ კვოტას და იმ წილს, რომლის ფარგლებშია საქართველოს შეიძლება სავალუტო ფონდს მოთხოვოს დახმარება, მაგრამ პანდემიის პირობებში მომენტალურად იქნა გამოწვეული, თუ შეიძლება ითქვას, აი და დახმარების ხელი, მილიარდი, ეს წარმოუდგენელია. ევროკავშირის დასავლეთმა მილიარდ ნახევარი სხვადასხვა გზებით ბიუჯეტის დეფიციტის ნახევარი დაფინანსებელი იყო უკვე აი მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით, ევროკავშირიდან პირდაპირ დახმარება, მცირე ბიზნეს, აგერ გაჩერებული რო იყო და ხალხი ჩაკეტილი რო იყო ფული გარიგდა ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდა ზოგიერთი კატეგორია არ იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს ფერმერების ასე ვთქვათ ფული დაურიგდა სუბსიდირება ეს ყველაფერი დასავლეთიდან წამოვიდა და ამან ლარი გადაარჩინა ამ შემთხვევაში და უცხოური ვალუტის ასე ვთქვათ შემოდინების საფუძველზე მოხდა ფაქტობრივად ლარის გადარჩენა მაგრამ თუმცა ფასების ზრდა ვერ ავიცილეთ თავიდან და იქ სადღაც 15-13%-იანი ინფლაცია იყო შემდეგ როდესაც დაიწყო რუსეთის ახალი პროგრამა. მას პროგრამას მიუძენ ძალიან ასე ვთქვათ პრაგმატულად. პროგრამის ფარგლებში 280 მილიონი შეიძლება მიიღოს სამთავრობამ. და ესე ხელაღებით და აღდებით ამ რაში გვჭირდება ახლა ჩვენ ეს 280 მილიონი და რატო უნდა შევასრულოთ ჩვენთვის საზიანო, ანუ ქვეყნის ეს სასიკეთო, მაგრამ მთავრობისთვის და ამ იმას კნანისთვის საზიანო, სახელმწიფო საწარმოები რატო უნდა ასე ვთქვათ გავაჯანსაღოთ. და რაში გვჭირდება 350 მილიონი, როდესაც ააგერ რუსეთიდან აი უკრაინაში ომის შემდეგ ეს სისხლიანი ფული შემოვიდა საქართველოში. და მომენტალურად თუ ჩვენი რეზერვები 3 მილიარდი იყო, 5.5 გახდა 2 მილიარდ ნახევარი ფული შემოვიდა რუსეთიდან. გამოქცეული რუსების მიერ შემოტანილი და საქართველოს გადაიქცა რუსული ფულის ტრანზიტად ჰაბად გადაიქცა, რომელიც მიედინებოდა მთელ მსოფლიოში. მაგრამ ბატონო რომან, აქვს თუ არა ფულის გარდა სხვა მხარეც ამ პროგრამას? გახსოვთ თქვენ რომ როდესაც სტენდბაი პროგრამა ფორმდებოდა, მაშინ ასეთი ფორმულირებით იყო მთავრობისგან, მაშინდელი მთავრობისგან, რომ რეალურად ფული არ გვჭირდება, სესხი არ გვჭირდება, მაგრამ ეს შექმნის ნდობას ინვესტორებისთვის, რომ ესე ვთქვათ მაკროეკონომიკურად გარემო ჯანსაღია. თქვენც ახსენეთ ინვესტიციებთან დაკავშირებული, ესე ვთქვათ პრობლემები, რომლებიც შეიძლება დადგეს თლის წესრიგში და ყველა ორგანიზაცია, ესე ვთქვათ კვლევითი ამაზე მიუთითებს, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა შეიძლება გახდეს საქართველოსთვის. შეიძლება რომ ეს გათვლაც არის ამ შემთხვევაში IMF-ის ახალ პროგრამასთან, ესე ვთქვათ პროგრამაზე საუბრის წამოწყების ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ 300 მილიონიც უკვე დიდი ფული გახდა. მაგრამ ამ 300 და ბატონო ამბობ 3 მილიარდი რო იყო 5 მილიარდი ნახევარი რომ გახდა, სად არის ეს
რუსული ფული ნუ მორჩა ნახავთ მეტი შემოვიდა ნაკლები შემოვიდა 2024-ში უკვე 23-თან შედარებით და ეს რესურსები ვინ შემოვიდა ნახავრი გავიდა და შემდეგ აი ეს ასე ვთქვათ რუსულმა ფაქტორმა რომელიც ნაწილობრივ მუშაობს და ჩვენი საქონელი თურქეთიდან და ასე სხვა ქვეყნებიდან გვერდისავლით ანუ სანქციების გვერდისავლით კვლავ შედის რუსეთში და ეს უკრაინული ომის ფაქტორი მუშაობს ნაწილობრივ მაგალითად ყირგიზეთში 1.2 მილიარდი დოლარის მანქანა შევიტანეთ ყირგიზეთს სადა აქვს მისი მსხვილობებით უნარიანობა 60 მილიონის მანქანა შესულა დანარჩენი ჩაჭდა აგერ რუსეთში და ის სანქციების გვერდისავლის მხარდაჭერი ქვეყანა არის საქართველო ესე როგორც ყაზახეთში შედის და ეს სპორტის ნაწილში აი ეს პარალელური იმპორტია რუსეთისათვის ეს მოქმედეს მაგრამ ეს ფაქტორი ნელ-ნელა უკვე იკვეცება და დღეს 0%-ია შანსი რომ ქვეყნის რეზერვები გაიზარდოს იმ საშინელებებიდან გამომდინარე 700 მილიონი როდესაც სექტემბერ-ოქტომბერში წინასაარჩევნოდ მიახარჯა მთავრობამ და დააფიქსირა კურსი 1.7-ზე რომ მოსახლეობისთვის ეთქვა რომ არჩევნების პერიოდში ქვეყანას თუ დაინგრეს კურსი არ შეიძლება 1.7-ზე ფიქსაციას მოახმარეს მარტო ორთოში 700 მილიონი დოლარი და დღეს აგერ კურსი გაეცად და 700 მილიონს და 70 თეთრს არ ხარჯავენ ინტერვენციებისათვის რომ როგორმე დარის გაუფასურება შეაჩერდეს. ეს არაფერი არ არის. დღეს ისე სხვადასხვა დღეს რაც ხდება, ლავთან დაკავშირებით ძალიან ცუდი რამ ხდება. ეს არის აბსოლუტურად მინიმალური იმისა, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს სწორედ იმის გამო, რომ ფონდის პროგრამის არარსებობა და უბრუნდები თქვენ თავად შეკითხვას. უკვე ფულიც ხო ფიზიკურად დააკდა 5.5 მილიარდიდან დღეს ჩამოვიდა 4.9-მდე რეზერვები, ოღონდ ესიც 400 მილიონი მოიმატეს კომერციულ ბანკებს აართვეს გაუყენეს ფული. ზამთარში წმინდა რეზერვები ორჯერ ნაკლებია. ამიტომ მათ ჭირდებათ სავალუტო ფონდი დობის აღსადგენად. სავალუტო ფონდთან პროგრამა ჭირდება ქვეყნის რეიტინგის, ასე ვთქვათ, შესანარჩუნება, Fitch-ის რეიტინგი და სხვა რეიტინგები დაიკლებს იმ შემთხვევაში, თუ რეზერვებმა იკლო და ქვეყნის ეკონომიკა არ განვითარდა. რეიტინგების გზდა და უნდობლობა, როდესაც არავინ არ მუშაობს საქართველოსთან და მათ შორის სავალუტო ფონდის პროგრამა არ არის, ეს ინვესტიციებს შეაჩერებს, ისედაც გაჩერდება. საგარეო დახმარებები ხომ სამთავრობო არხებით აწმულია და ყველაფერი გაჩერებულია. 9 მილიარდი ახლა დავკარგეთ მარტო ევროკავშირიდან, ამერიკიდან და ცალკეული ქვეყნებიდან. ჯერ კიდევ რომ არ დაწყებულა სანქციები მთელი სიმძლავრით ეს პირველი ასე ვთქვათ ყლორტებია. ინვესტიცია თუ არ შემოვიდა კაპიტალიზაცია. რა სტრატეგია არის ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან, რომ თქვათ საზღვარგარეთ Reuters-თან ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ასე ვთქვათ, ირიბად უთვლიდეს IMF-ს, რომ ესე ვთქვათ, თქვენთან პროგრამის აღდგენა გვინდა და ქვეყნის შიგნით ვთქვათ, პირველი ვიცე-პრემიერი ქართული ოცნების ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობდეს, რომ მთავრობა ფონდის პირობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კი ეს პირობები ხელისუფლებისთვის იქნება მისაღები. ანუ აი რა სტრატეგიაა ეს? რატომ არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ გვინდა IMF-თან პროგრამის გაგრძელება? ოღონდ უნდათ ფარულად მუშაობენ, მათ ფონდის პროგრამის აღდგენა უნდათ, რასაც ფონდი მოთხოვს, ყველაფერს ჩაწერენ, აი ამ სახელმწიფო საწარმოებსაც ჩაწერენ და შემდეგ არაფერს არ შეასრულებენ. ფონდის პროგრამის აღდგენა მათ ჭირდებათ ლეგიტიმაციის შესაბუთად და იტყვიან რომ ახლა აი რომელიღაც კონცერტი რომ იმართება ჯერ ის გაუგია საბიუჯეტო კონცერტები ბიუჯეტიდან 70 მილიონია გამოყოფილი მომღერლები ჩამოყავთ მაგრამ აი მომღერალი რომ ჩამოვა იმაზეც იტყვიან რომ აი ხო ხედავ ეს მომღერალი ჩვენთან ჩამოვიდა გვაღიარებს ევროპაო და ლეგიტიმაციის ასე ვთქვათ კუთხით სპეკულირებენ ყველაფერზე ვინაიდან არავინ ამათ არ აღიარებს ფონდის პროგრამის აღდგენა მათი მხრიდან იქნება გაყიდული როგორც აი ამ ხელისუფლების აღიარება დასავლეთის ამ ორგანიზაციების მხრიდან რომელთა ძირითადი აქციონერები რა თქმა უნდა ამერიკა და ევროკავშირია. მაშინ ასე გითხავთ IMF-ი თუ უყურებს ამას როგორც პოტენციურად საკუთარ რეპუტაციულ რისკს, იმიტომ რომ IMF-ი არის ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია, თქვენც ახსენეთ რომ იგივე COVID-19-ის დროს სანამ IMF-ის დასტური არ იყო რომ საქართველოს შეიძლება მიიღოს დახმარება, მანამდე ესე ვთქვათ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს არ გამოუთქვამთ ესე ვთქვათ პროაქტიულად სურვილი იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოსთვის IAF-ის ესხი მიეცათ ამ პირდაპირ დახმარებები მიეცათ ხომ ამ ნაწილში. ამიტომ ესე ვთქვათ მეორედ შეჩერება პროგრამის იმ მოტივით რომ ესე ვთქვათ საქართველოს არ შეასრულა კონტრაქტის ის პირობები რაც
გაიდო IMF-სა და საქართველოს შორის პირადად ამ ორგანიზაციისთვის არ განიხილება როგორც უკვე რეპუტაციული რისკი? რა თქმა უნდა, ახლა სხვათა შორის ეს იქნება უკვე მესამედ და არა მეორედ, იმიტომ რომ ერთხელ უკვე გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც შეჩერდა პროგრამა და შემდგომ აღარ დასრულდა და ახალი პროგრამა გაფორმდა საქართველოს მთავრობასთან. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება ყველაფერს შეპირდება, მე თუ მეტეს აგერ სადაც დაუწერიათ და უკვე პროპაგანდისტულად იყენებენ ამას და თანაც თვითონ ეს არის ინვესტორებისათვის გზავნილი, რომ აი ფონდთან ურთიერთობას ვალაგებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც პროგრამას აღადგენ და პროგრამა სამწლიანია და ისე ვამბობ, აგერ პროგრამა იყო, მაგრამ გაუქმდა სადღაც წელიწადნახევრის წინ. მანამდე ეს პროგრამა მუშაობდა, თუმცა არაფერს ქართული მხარე არ ასრულებდა. ისეთი პროგრამა თუ დამტკიცდება იგივე სავალუტო ფონდში, ხელისუფლებისთვის ეს არის ორი ასე ვთქვათ, ორი კურდღლის დაჭერა. ერთი რომ ამ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის დაიწყებენ ყვირილს, რომ აი ვაღიარა მან სავალუტო ფონდმა და ჩვენთან თანამშრომლობთ არა ვართ ასე ვთქვათ, ხელშემოურთმელები და მეუღებელი და საგარეო კუთხით რომ საერთაშორისო ინვესტორებს მოუწოდონ, რომ აი ეს ამ ქვეყანა ისეთი კარგი ქვეყანაა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა არსებობს და ფონდი ენდობა საქართველოს და მის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. როგორი არის თქვენი პროგნოზი, როგორია ბატონო რომან? აი ზუსტად ეს არის ჩემი კითხვა, ანუ აი ამ ლეგიტიმაციის კრიზისში, საერთაშორისო ლეგიტიმაციის კრიზისში, რაც ამ მთავრობას უდგას დღეს და ქართულ ოცნებას, ჩამოვა ფონდი და გაფორმდება რეალურად ეს ახალი პროგრამა. სავალუტო ფონდი თავის წერ ქვეყნებში მარტო საქართველოში კი არა, ყველა მისი წევრი სახელმწიფო თურქმენეთი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს ფონდის ტექნიკური მისია ყოველ წელიწად ჩამოდის ორჯერ, ანუ ჩამოდის ინსპექტორებისათვის ჩამოვა და არსებული ვითარება შეისწავლის ტექნიკური მისია დადის ყველა სამინისტროში, ყველა უწყებაში აგროვებს ინფორმაციას. ამიტომ ტექნიკური მისია წელიწადში ორჯერ უნდა ჩამოვიდეს და ახლაც ჩამოვა აუცილებლად. ასე ვთქვათ, სანახავად. ოღონდ ამ მისიის ჩამოსვლას ეს მთავრობა გააფორმებს პროპაგანდისტულად, ხო ხედავთ, ფონდი ჩამოვიდა და იქ ტელევიზორში აჩვენებენ ფონდი ჩამოვიდა, რაღაცებზე გველაპარაკებიან, ჩვენ ველაპარაკებით პროგრამასთან დაკავშირებით, პროგრამის აღდგენა არ არის ტექნიკური მისიის საკითხი. ტექნიკური მისიის საკითხი არის აი ამ მიმდინარე ეკონომიკური პროცესების პრობლემების შესწავლა და ასე შემდეგ და ამის შემდეგ დგება პოლიტიკა და შემდეგ ჩამოდის სხვა მისია. ბუნებრივია რომ ფონდი თუ პროგრამის აღდგენაზე იფიქრებს და ეს არ მოხდება ერთ-ორ თვეში და ნახევარ წელიწადში, მაგრამ თუ პროგრამისზე საუბარს დაიწყებს ხელისუფლებასთან, მე ასე წარმომიდგენია, რომ მან ჯერ უნდა მოსთხოვოს წინასწარ შეუსრულებელი პროგრამის მიმდინარე პროგრამის შეუსრულებელი ნაწილების შესრულება. ანუ ის კი არა რომ მე ჩაწერს ყველაფერს და მე გავაკეთებ, არა, მაშინ რაღაც გასაკეთებელი რო გქონდა ის მაშინ მოდი მისი ნაწილი გააკეთო, მაგათაც ეროვნული ბანკის საბჭოს შეცვალე. ეროვნული ბანკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ არ აყავს წელიწადზე მეტია და რომ არ იმართება და ეროვნული ბანკი რომ რეალურად ზინა ივანიშვილის და ქართულ ბანკის ჯიბედ რომ გადაიქცა და საერთოდ რომ არ არსებობს არც ერთი დანიშნული პირს არავითარი ფუნქცია არ აქვს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები რომ არიან საკურატორო სფერო ერთს აქვს სადღაც 3 კი ბატონო. ან იგივე სახელმწიფო საწარმოები დაასრულე გამიჯვნა და კორპორაციის რეფორმა. კი ბატონო რომან მართავს მეორე მხარეს რომელიც ბატონო რომან გესმით ხომ ჩემ ცოტა დრო გვაქვს და უნდა შევაჯამოთ. ჩემი კითხვა ბოლო და ამით დავასრულოთ. როგორ ფიქრობთ IMF-ის წარმომადგენლობა საქართველოში უნდა იყოს თუ არა უფრო გამჭვირვალე კომუნიკაციის თვალსაზრისით და თუ ესე ვთქვათ იგეგმება და ვიცით ჩვენ რომ იგეგმება ეს მისია მეტი დეტალი უნდა ვიცოდეთ უკვე ახლა ვთქვათ როდის აპირებს ეს მისია ჩამოსვლას რა არის კონკრეტულად ამ მისიის საფუძველი და ასე შემდეგ რომ შემდგომ სწორედ იმ მიზნებით არ იყოს გამოყენებული მისიის ვიზიტი საქართველოში რა რისკებზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება მისია რომ ჩამოვა ეს უწევს მას და ვადით ჩამოსვლა როდის ჩამოვა მე არ ვიცი მედიაში დაიწერა რომ მისია ჩამოვა თუ არა თებერვალი თქვა მე არ ვიცი როდის ჩამოვა და რა თქმა უნდა საავტო ფონდი როგორც ადგილობრივი წარმომადგენლობა ასევე და თავადი ესენიც
ახსნიან თავიანთი ჩამოსვლის მიზეზებს, რა საკითხებზე იქნება საუბარი, ამ მისიის შემდეგ შედგება დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იქნება ყველა ის მოვლენა, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში და ახალი რეალობები. მე ვიტყოდეთ, ქვეყანას უზარმაზარი პრობლემები აქვს უკვე აი ამ ჩვენი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის კუთხით, დეფიციტი იზრდება, საგარეო ვალუტის შემოდინების წყაროები ქრება, აგერ ლარი უკვე ჩვენ ხედავთ რომ უკვე გაუფასურდა და კი ბატონო, მადლობა ბატონო რომან. და 1.7-დან აგერ სანამდე ავიდა ჯერ ისევ ამბობ, ჯერ ისე რომ არაფერი არ დაწყებულა და მე რითი აკეთებენ რეზერვების შევსებას. ასე რომ იგივე და გამთარგმნი იგივე თუნდაც იგივე საჯარო სექტორის რეფორმა და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე ბუნებრივია ისინი ისაუბრებენ, მაგრამ წინაპირობა რომ პროგრამა აღდგეს და რა თქმა უნდა არსებული ვალდებულებების კი ბატონო, უღრმესი მადლობა. რომან გოცირიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი იყო ჩემთან ერთად.